მოგესალმებით, ძვირფასი მეგობრებო, ეს ბელნიქ ტუტორია ტრადიციულად ყველაფერი მარტივ და გასაგებად. დღეს ვისაუბრებთ JavaScript-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად გამოყენება სტრუქტურაზე, ანუ array-ის, ანუ მასივის მეთოდებზე. გავიგებთ თუ რა არის მასივი, როგორ მუშაობს, რატომ გვჭირდება მისი მეთოდები და ასე შემდეგ. ნაბიჯობით განვიხილავთ თითოეულ, ასე ვთქვათ, მეთოდს, ანუ დაწყებული ყველაზე მარტივიდან დასრულებული დასრულებული თანამედროვე მიდგომით. ან რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენება. დღევანდელ ვიდეოსთვის, სხვათა შორის, მოგემზადეთ ძალიან საინტერესო სლაიდები, მოდი გადავიდეთ სლაიდებს და განვიხილოთ თითოეული მათგანი. გავხსნათ ჩვენი სლაიდერი. ხედავთ, გვაქვს სლაიდერი გახსნილი, ანუ JavaScript array მეთოდები, ანუ 16 ძირითადი მეთოდი პრაქტიკული მაგალითებით. აქ გვაქვს სარჩელი, ანუ თუ რა უნდა განვიხილოთ დღეს, ანუ პირველი ეს არის შესავალი მასივებში თვისებები და წვდომის მეთოდები, ასე გვაქვს კონვერტაციის მეთოდები, ელემენტების დამატება წაშლა ბოლოდან, ელემენტების დამატება წაშლა დასაწყისიდან, გვაქვს ასევე მასივის ვიზუალიზაცია, მასივის შერწყმა, კოპირება და მოდიფიკაცია, ექსტრაქციის მეთოდები და მოდიფიკაციის მეთოდები. მოდი პირველ რიგში გავიგოთ თუ რა არის JavaScript მასივი, ანუ მასივი, ანუ array არის JavaScript-ის ობიექტი, რომელიც ინახავს მრავალ მნიშვნელობას ერთ სლოადში. ანუ მასივის თითოეული ელემენტის აქვს თავისი ინდექსი, რომელიც იწყება ნულიდან. გვაქვს აქ მაგალითი მოცემული. შეგიძლიათ გადაიტანოთ, ანუ თითოეული მაგალითი, რომელიც იქნება სლაიდებზე მოცემული, შეგიძლიათ გადაიტანოთ და საკუთარი საკუთარი თითებით გადაწეროთ და ნახოთ თუ რა შედეგს მიიღებთ. და თუ როგორ იმუშავებს. რატომ მეთოდები? მეთოდების საშუალებას გვაძლევს მარტივად მოვახდინოთ მასივების მანიპულაცია, დამატება წაშლა, ძიება ფილტრაცია და სხვა ოპერაციები. საუკეთესო პრაქტიკა, ანუ გამოიყენოთ const მასივებისთვის, ანუ შიგთავსი მაინც ცვლადებია. აირჩიეთ შესაფერისი მეთოდი კონკრეტული ამოცანისთვის და ასევე გაითვალისწინეთ mutating vs non-mutating მეთოდები. შემდეგი ეს არის გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ანუ თვისებები და წვდომის მეთოდები. Length, ანუ length-ს აბრუნებს მასივის ელემენტების რაოდენობას, ეს არის მთელი რიცხვი, რომელიც ავტომატურად განახლდება ელემენტის დამატების ან წაშლისთანავე. გვაქვს მაგალითი ასე ვთქვათ, მოცემული. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და გადაიტანოთ OS კოდში ეს მაგალითი და ცადოთ თქვენ თვითონ. მნიშვნელოვანი რაც არის, length-ის შეცვლა იწვევს მასივის გაზრდას ან შემცირებას, ანუ თუ დაამატებთ ჩვენი მასივი გაიზრდება, თუ ამოუკრებთ იქიდან ასე ვთქვათ მონაცემებს, რა თქმა უნდა, მასივი შემცირდება. ეს შემდეგი მეთოდი არის add, ანუ add მეთოდის საშუალებას გვაძლევს მივიღოთ წვდომა ელემენტებზე, როგორც დადებითი ისე უარყოფითი ინდექსებით. უარყოფითი ინდექსები ითვლება ბოლოდან. ანუ დადებითი თუ იწყება თავიდან, ანუ 0-დან 0, 1, 2, 3, 4, ანუ ინდექსით. უარყოფითის შემთხვევაში იწყება -1-დან, ანუ -1 და იწყება, რა თქმა უნდა, ბოლოდან. ანუ მარჯვნიდან მარცხნივ იწყება უკვე მინუსებით, რა, -1, -2, -3 და ასე შემდეგ. შემდეგი გადავიდეთ შემდეგზე, ეს არის კონვერტაციის მეთოდები, ანუ toString და join. განვიხილოთ თითოეულ მათგანი. პირველი toString, ანუ toString აქცევს მასივს სტრიქონად, ელემენტები გამოიყოფა მძიმებით, ეს მეთოდი ავტომატურად იძახება, როდესაც მასივი საჭიროებს სტრიქონულ, ასე ვთქვათ, წარმოდგენას. შენიშვნა, ანუ გამყოფი ყოველთვის მძიმეა. ანუ ვერცროთ, ანუ ყოველთვის არის გამყოფი, ანუ ელემენტები ერთმანეთისგან გამოიყოფა ყოველთვის მძიმით. შემდეგი ეს არის უკვე join-ი, ანუ join აერთებს მასივების ყველა ელემენტს სტრიქონულად გამოყენებული გამყოფით. ეს მეთოდი უფრო მოქნილია ვიდრე toString, რადგან შეგვიძლია გამყოფის რატო არის განსხვავება, ანუ toString-ის შემთხვევაში თუ გამყოფი მხოლოდ იყო მძიმე, ამ join-ის შემთხვევაში შეგვიძლია გამყოფი ჩვენ თვითონ მივუთითოთ თუ რა გვინდა, ანუ რა იყოს გამყოფი ელემენტებს შორის. და გვაქვს მოცემული მაგალითი. რჩევა, ანუ გამოიყენეთ join, როცა გჭირდებათ
მორგებული გამყოფი, ანუ მტკვრაზე მორგებული გამყოფი, როცა გჭირდებათ, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ join-ი. თუ გინდათ უბრალოდ default გამყოფი რო გქონდეს, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ რა თქმა უნდა toString, რომელსაც default-ად გამყოფი აქვს მძიმე. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს არის უკვე ელემენტების დამატება წაშლა ბოლოდან. ანუ pop-ი და push-ი. განვიხილოთ ჯერ pop-ი. Pop ანუ შლის მასივის ბოლო ელემენტს და აბრუნებს მას მასივის სიგრძე მცირდება 1-ით. ანუ ეს მეთოდი ცრუს ორიგინალ მასივს, ანუ ორიგინალ მასივი რაც აქვს, იმას შეცრუს და ანუ ამ ჩვეულებრივ რო ამოკლებს, რაც დარჩება გამოგვიტას მხოლოდ იმას. ყურადღება რომ ცარიელი მასივზე pop აბრუნებს undefined. თუ გვექნება უბრალოდ ცარიელი მასივი და შეგნით არაფერი არ გვეწერება და ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ pops და აბრუნებს რა თქმა უნდა undefined, ანუ განუსაზღვროს. push-ი, ანუ push აბრუნებს push ამატებს ერთ ან რამდენიმე ელემენტს მასივის ბოლოში და აბრუნებს ახალ სიგრძეს, ანუ ეს მეთოდი ცვლის ორიგინალ მასივს. ანუ იცვლება ორიგინალი მასივი ამიტაც. გვაქვს აქ მაგალითი მოყვანილი და ეს რა ქვია, პოპულარული ხა push-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მეთოდი. რომ იცოდეთ, ძალიან ხშირად გამოიყენება push მეთოდი. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ეს არის უკვე ელემენტების დამატება წაშლა დასაწყისთან. წეგან განვიხილეთ ელემენტების დამატება წაშლა ბოლოდან და ეხლა განვიხილოთ ელემენტების დამატება წაშლა დასაწყისთან. ანუ ამ შემთხვევაში გამოიყენება shift და unshift-ი. ანუ shift-ი შლის მასივის პირველ ელემენტს და აბრუნებს მას, ანუ დანარჩენი ყველა ელემენტი გადაადგილდება, ინდექსები იცვლება. ანუ ეს მეთოდი ცვლის ორიგინალ მასივს, ანუ ესეც ცვლის ორიგინალ მასივს. ყურადღება, ანუ shift უფრო ნელია ვიდრე pop-ი, ანუ ყველა ელემენტი გადაადგილდება. ანუ shift-ი უფრო ნელი არის ვიდრე pop-ი, pop მეთოდი და shift-ში ასევე ყველა ელემენტი გადაადგილდება. shift-ის გამოყენების დროს. unshift. ანუ unshift ამატებს ერთ ან რამდენიმე ელემენტს, ანუ მასივის დასაწყისში, დანარჩენი ყველა ელემენტი გადაადგილდება. ეს მეთოდი ცვლის ორიგინალ მასივს, რა თქმა უნდა, ესეც ცვლის ორიგინალ მასივს. ყურადღება, unshift უფრო ნელია ვიდრე push-ი და unshift-ი ასევე ყველა ელემენტი გადაადგილდება. push-ისგან განსხვავებით. მასივის ვალიდაცია. ეს არის უკვე აქაც გვაქვს ორი მეთოდი. პირველი ეს არის isArray და მეორე არის delete ოპერატორი. ანუ array.isArray ამოწმებს არის თუ არა მნიშვნელობა მასივი და აბრუნებს booleans. ეს არის ყველაზე საიმედო გზა მასივის შესამოწმებლად. ანუ შემოწმების შემთხვევაში თუ ეს არის array და აბრუნებს რა თქმა უნდა true-ს, ხოლო თუ ეს არ არის მასივი, ანუ შემოწმებს და არ არის მასივი, მაშინ დააბრუნებს false. განსხვავება instance-ოვსგან რა. ანუ isArray მუშაობს ყველა realში და არა instance-ში რა. ახლა გადავიდეთ delete ოპერატორზე. ანუ delete ოპერატორი შლის მასივის ელემენტს, მაგრამ ტოვებს ცარიელ ადგილს. მასივის სიგრძე არ იცვლება, ამიტომ splice უკეთესი არჩევანია რა. ანუ delete-ის შემთხვევაში, როდესაც delete-ს იყენებ, კი წაშლის მასივიდან ელემენტს, მაგრამ ის ადგილი მაინც რჩება ცარიელი, იკავებს ადგილს უბრალოდ და შემდეგ რო გვინდა მაგალითად წავშალეთ ინდექსით 2. ხო? და შემდეგ გვინდა რომ გამოვიძახოთ ინდექსით 2 მეორე ადგილას რაც იყო. რო დავწერთ console.log fruits მაგალითად ფრჩხილებში 2, ანუ გამოგვივა ეს რა ქვია, undefined, იმიტომ რომ არაფერი არ არის შიგნით. ანუ გამოიყენეთ splice ელემენტების დასაშლელად, თუ მაინც გინდათ. მასივის შერწყმა, მასივების შერწყმა, აქაც გვაქვს 2. ეს არის concat და offload. ანუ concat აერთებს ორ ან მეტ მასივს ახალ მასივში, ანუ ორიგინალური მასივები არ იცვლება, აბრუნებს ახალ მასივს. გვაქვს მაგალითი მოცემული, ასევე და შეგიძლიათ მიუმატოთ მნიშვნელობებს არა მხოლოდ მასივები, ან შეგიძლიათ უბრალოდ მნიშვნელობები მიუმატოთ და არა მხოლოდ მასივები.
ასევე flat აფრთხილებს, ასე ვთქვათ, ჩადგმულ მასივს მითითებულ სიღრმეებზე, ანუ აბრუნებს ახალ მასივს, სადაც ყველა ელემენტი ერთ დონეზე არის. გვაქვს მოცემული მაგალითი, შეგიძლიათ გადაიტანოთ და გასინჯოთ თითოეული მათგანი. პარამეტრი, ანუ flat, dipt არის სიღრმე, ანუ default-ად არის 1. შემდეგი, ეს არის უკვე კოპირება და მოდიფიკაცია, ანუ copy within. ანუ copy within კოპირებს მასივის ნაწილს, იმავე მასივს სხვა ადგილას უბრალოდ და ეს მეთოდი ცვლის ორიგინალ მასივს და არ აბრუნებს ახალს. ანუ სასარგებლოა ელემენტების გადაადგილოთ. თუ გვინდა რომ ელემენტები გადაადგილოთ, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ copy within მეთოდს. პარამეტრები არის ანუ target, სამი პარამეტრი გადაიცემა. პირველი target-ი, ანუ ინდექსი, სადაც ჩაისმება კოპირებული ელემენტები. მეორე ეს არის start-ი, ანუ ინდექსი, საიდანაც დაიწყება კოპირება, ანუ default-ად 0 არის. და end-ი, ანუ ინდექსი, სადაც დასრულდება კოპირება, default-ად ესეც სიგრძის ბოლო არის. ყურადღება, ეს მეთოდი ცვლის ორიგინალ მასივს, თუ არ გინდა ცვლილება, გამოიყენეთ slice ან split ოპერატორი. შემდეგი გადავიდეთ, ეს უკვე არის ექსტრაქციის მეთოდები, ანუ slice-ი. slice აბრუნებს მასივის ნაწილს ახალ მასივში, ანუ მითითებული ინდექსების დიაპაზონიდან. ეს მეთოდი არ ცვლის ორიგინალ მასივს, აბრუნებს ახალ მასივს. მივუთითეთ start ან end ინდექსები, ანუ start-ი მივუთითეთ ან end-ი, ანუ სადაც გინდათ რომ ასე ვთქვათ მოხდეს ცვლილება. ანუ ორი პარამეტრი გადაიცემა, ეს არის start-ი, ანუ ინდექსი, საიდანაც დაიწყება default-ად აქაც რა თქმა უნდა 0-ია და end-ი, ანუ ინდექსი, სადაც დასრულდება არ შედის default-ად სიგრძე, ანუ აქ სიგრძე არ შედის. ანუ გამოყენების შემთხვევაში მასივების კოპირება, ნაწილის ამოღება და ბოლო ელემენტების წაშლის ალტერნატივა გვაქვს. შემდეგ ეს არის უკვე მოდიფიკაციის მეთოდები, ანუ splice და to spliced. Splice, ანუ ცვლის ორიგინალ მასივს, შლის ან ამატებს ელემენტებს, აბრუნებს წაშლილ ელემენტებს. ხოლო to splice, ანუ to splice აკეთებს იგივეს, რასაც ანუ splice-ი, მაგრამ არ ცვლის ორიგინალს, აბრუნებს ახალ მასივს. ანუ იქ იცვლება ორიგინალი და აქ ანუ to splice-ის შემთხვევაში არ იცვლება ორიგინალი, უბრალოდ აბრუნებს ახალ მასივსაც. ანუ რეკომენდაცია გამოიყენოთ to splice, თუ არ გინდათ ორიგინალი მასივი რომ შეიცვალოს. რა შევაჯამოთ, ანუ განვიხილოთ ჩვენ 16 მეთოდი, რომელიც ყველა JavaScript developer-მა უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა. ჩემი ასე ვთქვათ რეკომენდაცია რა არის? დააპაუზეთ ეს ვიდეო თითოეულ ნაწილში, გადმოიტანეთ თითოეული კოდი, გასინჯეთ თქვენი ხელით, ნახეთ თუ სად რომელი გამოიყენება. ივარჯიშეთ ძალიან ბევრი erase მეთოდებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და აუცილებელი არის. და არ დაიზაროთ, გამოვყევით, დაგვალაიქეთ, დაკომენტარეთ და ერთად განვითარდეთ პროგრამირების ახალ სამყაროში. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.